სამების საპატრიარქო ტაძარში 11 მაისს დაგეგმილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. კენჭისყრის პროცედურაზე, სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე გადაადგილებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჭაღმაიძემ ისაუბრა. სასულიერო პირმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მოგესალმებით და გაგაცნობთ ხვალ 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩაანიშნულ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ ზოგიერთ დეტალს. მოგეხსენებათ, რომ ხვალ მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად ჩაანიშნული არის გაფართოებული კრება. გაფართოებული კრება ნომერით არის მე-14 და იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე 3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთი შესარჩევად ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დეტალები საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული ეპარქიებიდან და მცხეთა თბილისის ეპარქიიდან შედგენილი არის სია იმის მიხედვით თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში და მომსვლელებს თან უნდა ქონდეთ პირადობის მოწმობა და ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან. შესვლა შესაძლებელი იქნება 10 საათიდან 12 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების მიღება, დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის. აუცილებლად სათქმელი არის, რომ კაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა, ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ეს ღონისძიება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით, ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგანაც ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს უკვე დასრულების მერე თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, გავავრცელებთ ჩვენ თვითონ. გახსნა ამ კრებისა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა ეს აღარ გადაიცემა და საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. აი ესეთი არის ხვალინდელი დღის წესრიგი. მანქანებით მისვლა იზღუდება და შესაბამისად განცხადება გაკეთდა უკვე, ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან და მეტრო აულაბრიდან შესაბამისად იმ აღმართზე, რომელიც მიდის საკათედრო ტაძარში. ეზოში შემოსვლა, ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს. დიახ, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, გიპასუხოთ. სინცემის პროცედურასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ წინა სინოდზე იყო იგივე პრინციპით მოხდება და ეს დაიწერება კანდიდატის სახელით ფურცელზე და მოთავსდება კონვერტში, თუ რამე სიახლეა. სიახლე ამასთან დაკავშირებით ხვალ ბიულეტინებზე იქნება შემოსახაზი, 3 კანდიდატი იქნება დაბეჭდი ბიულეტინზე და ამორჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტინი იდება კონვერტში და მოთავსდება შემდეგ საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული. დელეგატი დაესწრება. საბოლოო ჯამში 1200-მდეა დელეგატი. სიტყვის თქმის უფლებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, სინოდის წევრებს თუ ექნებათ ამის უფლება, თუ მხოლოდ კანდიდატებს და მათი ეპარქიებიდან? 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამოსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. ეს იქნება სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი.
მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი ხვალე გამოცხადდება. დიახ, შედეგი გამოცხადდება ხვალ. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამცველი კომისიის თავმჯდომარე. ანუ პროცედურულად რა არის შედეგი იქნება ეს მაინტერესებს და რამდენი ხმა უნდა ჰქონდეს კანდიდატს, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაიშალოს. მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისათვის რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭირო არის 50%-ს პლუს 1 ხმა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა. თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ერთ ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა. და ინტრონიზაცია როდის იქნება? ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა. თავად სინოდის წევრებს თუ დაფიქსირეს პოზიცია მასთან დაკავშირებით სურდათ თუ არის იყოს თქვა რაიმე ასეთი სხვადასხვაობა ხომ არ იყო? თქვენ წინა სინოდის დეტალებს მეკითხებით? არა, ბოლოსაც ხომ გქონდათ პროცედურული საკითხი. წინა ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე სინოდის წევრს, რომლებიც გითხრეს, რომ არ აქვს თვითონაც ინფორმაცია ექნებათ თუ არა სიტყვის თქმის უფლება, ამიტომ ვაზუსტებთ. არა, განისაზღვრა ამ შეხვედრაზე განისაზღვრა მკაცრად პროტოკოლი შეთანხმდნენ ამაზე და შეთანხმების საგანია სწორედ ის ვინ და რამდენი ადამიანი გამოვა სიტყვით. საპატრიარქო კანდიდატებს ექნებათ 5 წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3 წუთიანი რეგლამენტი. პროგრამები სახელი იქნება რჩეულობა. არ ვიცი, აი თავის სიტყვაში ყველა საშუალება აქვს ისაუბროს მისთვის სასურველი საკითხების შესახებ.